დიდმა ბრიტანეთმა ლუკოილის სანქციებისგან გაანთავისუფლა. ესეთი ქარდი გამოჭიმა დღეს იმედმა და რა თქმა უნდა კომენტარებში ატყდა, მაგრამ არა. ჯერ ეს ერთი ლუკოილი კი არა, ლუკოილ ინტერნეიშნალ GmbH, რომელიც ავსტრიული კომპანიაა და ვენაში მდებარეობს. ის აწარმოებს საქმეებს საერთაშორისო მასშტაბით, international ამაზე გვეუბნება რუსეთის გარეთ. რა თქმა უნდა, ლუკოილის შვილობილი კომპანიაა, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით მას მხოლოდ ბენზინგასამართი სადგურები 2500 აქვს თუ არ ვცდები. უამრავი ადამიანი მუშაობს და კი არ გაანთავისუფლა, 3 თვით შეაჩერა, ანუ გასცა სპეცლიცენზია, რომლითაც ის შეძლებს სახსრები განკარგოს, ანუ გადასახადები გადაიხადოს, ხელფასები გადაიხადოს, მაგრამ არანაირი მოგება არ უნდა მიიღოს აქედან, მთავარი პუნქტი ეს არის. ყველა თანხა, რაც მასთან გადაირიცხება, უნდა გადაირიცხოს გაყინულ ანგარიშებზე და არანაირად არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში მთავარ ლუკოილთან დაწესებულ სანქციებზე. და ყველაზე მთავარი, გაყიდვა რო შეძლოს ამ კომპანიის და მთავარი იცი ვინ დაინტერესდა? შევრონი, რომელიც ამერიკული კომპანიაა. ეხლა გაიგეთ, რატომ შეაჩერეს ეს სანქციები, სხვადასხვა ამერიკამაც მათ შორის.